ინფრასტრუქტურის მინისტრი კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაესწრო. რევაზ სოხაძემ სოფელ ვაჩნაძიანში ახალი თანამედროვე სტანდარტით აღჭურვილი საბავშვო ბაღი გახსნა, ასევე დაათვალიერა საგანმანათლებლო დაწესებულებების და საგზაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები. კახა კუპატაძის და თამარ ჩიკვეტიას რეპორტაჟი. დღეიდან სოფელ ვაჩნაძიანის აღსაზრდელები თანამედროვე სტანდარტების ბაღში ისწავლიან. მოწყობილია საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი სივრცეები. 125 ბავშვისთვის გათვალისწინებული საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი წარმოადგენს რეგიონებში, ჩვენს მუნიციპალიტეტებში იმ საჯარო სერვისების განვითარება, რაც აუცილებელი არის დღეს ადამიანების ნორმალურ ცხოვრებისთვის. ჩვენ დღეს ვაჩნაძიანში გავხსენით საბავშვო ბაღი. მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს ამავე რაიონში და ზოგადად კახეთის რეგიონში ახალი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციას. ამავე სოფელში შენდება სკოლაც, ის 200 მოსწავლეზეა გათვლილი. როგორც შენობაში, ასევე ეზოში მოეწყობა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. დინამიურად მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება და მშენებლობა. არ არის იმაზე მეტად სასიხარულო რამ, ვიდრე ნახო შენ გახარებული ბავშვების სახეები. საჯარო სკოლის მშენებლობა იგეგმება პანკისის ხეობის სოფელ დუისში. იქ 800 მოსწავლე ისწავლის. ახლა შენობის პროექტირება მიმდინარეობს. დღეს უკვე პროექტირება დასასრულს არის მისული და უკვე ცოტა ხანში გადავა სამშენებლო ტენდერის გამოცხადება და დაახლოებით სექტემბრის თვეში უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. აქტუალური იყო ეს თემა ყოველთვის, რაც მთავარია ვიცით რომ მართლა პროექტირება განხორციელდა, ამის პროექტი არსებობს. რეგიონში ეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა, საფეხბურთო ცენტრისა და ხელოვნურ-საფარიანი მოედნის პროექტირება უკვე დასრულდა ახმეტაში. ფეხბურთის ახალი სავარჯიშო მოედანი აშენდება თელავში, რომელიც 300 მაყურებლისთვისაა გათვალისწინებული. ასევე თელავში აშენდება UEFA-ს მესამე კატეგორიის სტადიონი, რომელიც 4500 მაყურებელს დაიტევს. ტექნიკური ცენტრები, ანუ ხელოვნურ-საფარიანი ფეხბურთის მოედნები უკვე გადადის სამშენებლო ეტაპზე და საბოლოო დასკვნით, ასე ვთქვათ, დეტალებს ვათანხმებთ და პროექტირების ნაწილშიც უკვე პირველი ეტაპის სამუშაოები დაასრულეს. ამას გარდა მუშაობენ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ზაფხულში დასრულდება თიანეთი ახმეტა ყვარელი ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. მონაკვეთი ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს და კახეთს მცხეთა-მთიანეთთან აკავშირებს. პროექტის ღირებულება 17 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოებში უკვე მოჩენილი არის ორი ფენა ასფალტი, სრულად დაგებული არის. მხოლოდ და მხოლოდ ცენტრში მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც დასრულდება უახლოს პერიოდში. დღესვე ინფრასტრუქტურის მინისტრი თელავის სპორტული კომპლექსის საცურაო აუზის არქიტექტორებს შეხვდა და პროექტის დეტალები განიხილა. თელავის თანამედროვე სპორტული კომპლექსი მსოფლიო ცურვის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად აშენდება.